ეს თქვენ მეგობარმა გამოგიგზავნათ. ვთხოვთ ფრთხილად იყავით, თორემ სამსახურიდან დამითხოვენ. გასაგებია. ნუ ღალატ. ყურადღებით იყავი, კარგი? თუმცა თუ რამე მოხდება, ამ ფულით უზრუნველად იცხოვრებ. მაგრამ სამსახურში დაზღვევაც მაქვს. კარგი, წადი. მადლობთ. ალო, აკიფ. შენი ამანათი მივიღე, გმადლობ. არ არის ცუდი ბიჭი. დაგვეხმარება. როგორ შევთანხმდით? მოქმედებას ვიწყებთ. იმედია ამჯერად დავალებას უშეცდომოდ შეასრულებ. ბავშვს არაფერი დაემართოს, თორემ მოკლავ. გესმის? ძალიან კარგი. გოგონები მზად არიან? მშვენიერია. მათი ნდობა შეიძლება? ნუ ველა არაფერს იტყვიან. პროფესიონალები არიან. საიმედო ხალხია. კარგი. შენს ზარს დაველოდები. სიბო. რა იყო? უჩემნა შემოდე. სიბო, რა ხდება? რამე პრობლემა გაქვს? რა უნდა ხდებოდეს? მიდირე. არა, არ მიდირია. სიბო, მომისმენი. სახელოსნოში შენ და თაჰირი დაგინახეთ. ტიროდე. თუ შენსა და თაჰირს შორის რამე ხდება, მითხარი. აი დაიწყო. საიდან მოიტანე? ვსაუბრობდით, ერთმანეთს პრობლემებს უზიარებდით. მგონია მარტო შენ გაქვს სადარდებელი. ჩვენც გვაქვს პრობლემები. ისეთი რა გასაჭირი გაქვს, რომ თაჰირს ეუბნები და მე მიმალავ. სადგიპობ, რომ რამე შემოგჩივლო ძმაო. ღვთის გულისათვის. კარგი და ვალს ნუ დამადებ. სიბო. თუ ეს შესაძლებელია. არა, ელიას ისევ რაღაც გელანდება. არა, თაჰირი ასე არ მოიქცეოდა. მამიკო, როგორ მოგვანადრა თავი? შველო. სუფთა ტანსაცმელი მოვიტანე. ვიბანავებ და დავწვევე. კარგი, მამიკო. ძალიან დავიღალე. რამდენმა წანწალმა ძალა გამომაცავა. კარგი, მამა, ახლავე მოგიდე. ალო. მე ვარ, მე, სეჰერი. კარგად დაიმახსოვრე ქალბატონო მარიამან. ჩემი ქმარი შენ გამო სახლიდან წავიდა. შინ დაბრუნებაზე ძლივს დავითანხმეთ. არ გაბედო და ფეხებში აღარ მომებლანდო. თორემ კარგი დღე არ დაგადგება. გასაგებია? იცოდე, შენ სახლს ბენზინს გადავასხამ და ფერფლად ვაქცევ. ყველაფერი მომზადე. ნომერი შეეშალათ, სულ ჩემთან როგორ ეკავენ. წავალ დავიძინებ. ღამე მშვიდობისა. შენც დაწექი. კარით შეამოწმე. სუნამ პირობა შეასრულა. ჰელენი კლინიკაში დააწვინა. როგორც იქნა, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. არ გეჩვენება, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. რომ არ დათანხმებოდა ციხეში ჩასვამდნენ. ასეც ნუიტყვი. როგორც ვიცი, ჰელენი დაუფიქრებლად და დაუგეგმავად არც ერთ საქმეს არ იწყებს. ესე იმედია,
არც დებით. ახლა თავის პალატაში რამდენიც უნდა იმდენი იფიქროს. მარტო ხმებით ზიანს ვერავის მიაყენებს. იქ დასატოვებლად კი ექიმი უამრავ მიზეზს უპოვის. ხომასე. სუნამის ექიმსაც შეიდინა ყველაფერი უამბო. მკურნალობას უმცირე 5 წელი გაგრძელდება. მე და ასიამ როგორც იქნა შესაფერი სისახლები პოვეთ. მართლა? შესანიშნავი ამბავია. მაგრამ ერთი პრობლემაა. აქირავდება, იყიდება. ბანკიდან სესხის აღება მოგვიწევს, მაგრამ ბანკი ღირებულების მხოლოდ 75%-ს პარავს. დანარჩენი კი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. შენ კი ამდენი ფული არ გაქვს, არა? კარგი რა, აბა ჩვენ რისთვის ვართ? თქვი რამდენი გინდა და მაშინვე ჩაგირიცხავ. თქვენ არ იცით, მაგრამ ახალ სამსახურში საკმაოდ დიდი ფული ვიშოვე. წარმოდგენაც კი არ გაქვთ. მართლა? მე დაგეხმარები. აი ეს მესმის. ნამდვილი მეფე ხარ. როგორ გასესხებ ისი არ მოგცემ. კარგი სესხად იყოს. ილიასი ავანს თუ აიღებს, ბანკში წავალ და მაშინვე სეცხს ავიღებთ. დირექტორი გიუნერ მასწავლებლის ნაცნობია და დაგვეხმარება. კრედიტს ჩემი შემოსავლიდან ქირის სახით დავფარავთ. ასევე ილიასის ხელფასიდანაც დავამადებთ და რაღაც გამოვა. თუ გაგვიმართლებს მთელ ვალს 5 წელიწადში დავფარავთ. გუშინ დიდი ადამიანები ვით თავს ხედით და ყველაფერი დავთვალეთ. არც კი მჯერა რომ მე და ილიასი ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობთ და გეგმებს ვაწყობთ. ილიასი მართლა ძალიან შეიცვალა. თითქოს ერთ წამში გაიზარდაო. ნედა ვისახლი განახა. ძალიან მომეწონა. პატარა სახლია. საყვარელი და მყუდრო. ლამაზი ეზო აქვს. სწორედ მემოს შესაფერისი. ხომასია შვილა. არ მეთანხმები? შენც მოგეწონა არა მემო? დაო, არ მისმენ არა? დაო. გისმენ შვილო. სახლზე მიყვებოდი. ასიე, სამსახურიდან უნდა წავიდე. რა? გამარჯობა. მობრძანეთ ხალბატონო სუნა. გადავწყვიტე მოვსულიყავი და პირადად მეთქვა რომ არ გენერვიულად. გუშინ ჰელინი კლინიკაში დავაწვინე. აქ ხომ არ ვისაუბრებთ. შემოვრძანდით. შაის მოგართმევთ. არა, არ შეგაწუხებთ. უბრალოდ მინდოდა გწოდნოდეთ და მშვიდად ყოფილიყავით. ექიმთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. წამლებს რეგულარულად ღებულობს. უკვე დამშვიდდა. და თანახმაა მკურნალობის კურსი გაიაროს. ძალიან გთხოვთ, წამოვრძანდეთ. გაუფრთხილებლად მოვედი. არა უშავს. ხომართა, ფილიზი როგორ არის? იმედია ჯანმრთელად. დიახ, კარგად არის. რა თქმა უნდა, ცოტა ინერვიულა, მაგრამ ახლა ისვენებს. დაგეხმაროთ? არა, გმადლობთ. მერთო ჩემო რა საშინელება ისე მოვიდნენ. დაწყნარდი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ გიგითხოთ? გამარჯობა. როგორც ჩვენთან ყავის დასალევად მოხვედით, მაგრამ სამწუხაროდ გვეჩქარება. გვაგვიანდება. მაღაზიაში მოვდივართ, კლიენტები გველოდებიან. ვთხოვეს რომ მივსულიყავით, ასე რომ უნდა წავიდეთ. სხვა დროს გვესტუმრეთ. ჯერ ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ. რა თქმა უნდა. თუ რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ, რატომაც არა, სიამოვნებით. ოსმან, გვინდა რომ შენ დაგვაქორწინო. აიჩა კი ჩვენი ხელის მომკიდე იქნება. მე დაგაქორწინოთ? რანაირად? როგორ დაგაქორწინოთ? მე ამას როგორ შევძლებ? ქორწინების რეგისტრატორი ხომ არ ვარ არა? ასეთ რაღაცებს მუნიციპალიტეტი აგვარებს. დიახ. არა ვერ გაიგეს. ხედავ რა შტერები ვიტყვიყურებენ. დედა ჩემს მოვკლავ. და შენ კიდევ რას უსმენ? პრობლემა ის არ არის, რაც მითხრა ასია. და დედა ჩემს ხომ იცნობ? ასეთია. რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ამბობს. ყოველთვის ასეთი იყო. ასე. გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. მომზადე საყვარელო მივდივართ.
სად? ბანკში. ყველაფერი მზად არის. გიუმერ მასწავლებლებს ველაპარაკე და ერთ საათში ბანკთან უნდა შევხვდეთ.